მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია. დღეს გვექნება ჰაერის ნიშნებზე ჩაწერა. სტიქია ჰაერი. ერთი წუთი რაღაცას ავიღებ. მოგენაცვალე. მოკლედ ტყუპები, მერწყული, სასწორი. ვიწყებ ტყუპებით, როგორც პლანეტაზე ცნობილია, ტყუპები არიან ყველაზე გამჭრიახე გონების ადამიანები. რა უნდა უთხრათ სიახლე, რომ ტყუპებმა ეს უკვე არ იცოდნენ, მაგრამ შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, რომ არ იციან, მაგრამ არ გიგონოთ, რომ არ იციან, ყველაფერი იციან. მოდით აბა დავიწყოთ ახლა. ჩემო ტყუპებო, კარტები კარგად არის აჩეხილი. თქვენი ეხანდელი სიტუაცია. რა ხდება თქვენს თავს? აჯობეთ, ბრძოლობთ აი ამ შემოტევებს. არ მიკვირს ახლა ტყუპებს ყოველთვის გიტევენ, იმიტომ რომ მართლა რო პლანეტაზე და ყველა ზოდიაქოებს შორის არავის არ ეწყინოს, ეს ჩემი დაწერილი არ არის და მოგონილი არ არის, ეს ესია და მე ვიმეორებ, როგორც მეც ვისწავლე ისე წლების მანძილზე. გებრძვიან. ყველაზე ჭკვიანები ხართ, გამჭრიახე გონების, ინიციატორები ხართ, იდეოლოგები ხართ, ძალიან ლამაზები, მომხიბლელები, სექსუალურები ხართ, ყველა ზოდიაქოებს შორისაც კი მორიელებს არ ეწყინოთ. მართლა ესია. უბრალოდ მორიელი ცოტა სხვა განხრით მე რო გავშლი წყლის ნიშნებზე, მე დავასახელებ ამ ნიშანსაც როგორ და რანაერად. მოკლედ, ცდილობთ რომ თანხებზე, ესე იგი, კი, როგორ ახართ, იცით, აი შურთ თქვენი, ჭორაობენ, უკვე ადრე თითქოს ზურგს უკან ჭორაობდნენ და ეხლა აღარ გერიდებიან, პირდაპირ თქვენზე ჭორაობენ, ესე შეიკრიბებიან და სანამ უკაცრავად და ენის წვერს არ მოიფხანენ და არ გაიწითლებენ, იქამდე ჭორაობენ. გოგოებო, ბიჭებო, ორივეს გეხებათ. გასამართლებენ, რომ რატო მაინც და მაინც ეს იმსახურებს და მე არა, მიხვდით? სამწუხაროდ შინაურებიც კი, სისხლით ნათესავებიც კი არ გამოვრიცხავ. მაგრამ თქვენ როგორ იცით, აი ამ ნეგატივს აისხლიტავთ, როგორც თქვენ გეხერხებათ ხოლმე, რითიც თქვენ გეხერხებათ ხოლმე, რიტუალებით იქნება, თუ ეკლესიით, თუ უფლის წყალობით, ხო? მოკლედ, ანგელოზი გფარველობთ, მაგრამ იცით რა არის? წარსულიდან ძალიან დიდი ნეგატივი მოდის, აქ პორჩას ვხედავ მე. უკვე გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და გადადიხართ ახალ ეტაპზე, მოკლედ, ილაპარაკონ და იყონ, იცით, აი ამას გეტყვით რა. ჯანმრთელობა გამოსწორების ეტაპზეა, უკვე გამოძვერით კიდეც, თანხები, ფულები მოდის და მოდის, ძალიან კარგია. ანუ თქვენზეა დამოკიდებული, მიხვდით, როგორ იქნებით საერთო ჯამში. თუ ცოტა სიზარმაცე გახასიათებთ ხოლმე, მაგრამ უფრო გახასიათებთ არა, შევასწორებ, რომ ესე იგი, აი რომ გადაიღლებით უკვე, რომ აი ამ უსამართლობას რო ებრძვით მთელი ცხოვრების მანძილზე, ხო? არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში. მოდი ვიტყვი სიცოცხლის ყველა თქვენს ცხოვრების სფეროში, ხო? აი უსამართლოდ რო გებრძვიან, ხო? აი ამით დაღლილები უკვე, ხო? აი ცოტა ხანი დაისვენებთ ხოლმე, მაგრამ აი ეს დასვენება მე ცოტა დიდხანს
ზოგიერთ ტყუპებს, ზოგიერთს ბიჭებო, გოგოებო, ზოგიერთს დიდხანს გიგრძელდებათ და აი ადექით გააგრძელეთ დიდხანს არ დაისვენოთ, ადექით გააგრძელეთ მოძრაობა, როგორც თქვენ გახასიათებთ ფრენა, პლანეტებთან და ვარსკვლავებთან ურთიერთობა, თქვენი იდეები გამოსახეთ, რეალიზაციაში შეიყვანეთ, ხო იცით, თქვენ თუ არ გააკეთეთ, თქვენზე კარგად ვერ გააკეთებს, ხო? კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერ სფეროში აბსოლუტურად. ნუ ეხლა გებრძვიან და იბრძოლონ. ვერაფერს მტერი ვერას დაგვაკლებსო, ხო გაგიგიათ ესეთი სიტყვები ტყუპებო. მინდა ვთქვა, რომ გოგოები და მანდილოსნები და მამაკაცები, ტყუპები ბევრად განსხვავდებიან, რაოდენაც არ უნდა გაუკვირდეს საზოგადოებას, ბევრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ტყუპი ქალები სხვანაირები არიან, მამაკაცი ტყუპები კი სხვანაირები არიან, ეს რო იცოდეთ მინდა. ეხლა თქვენი პირადი ტყუპებო, გოგოებო, ბიჭებო. თქვენ ხართ ნინიას არხზე, გამოიწერეთ არხი, ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. თქვენ პირადში რა ხდება ეხლა? ნუ ბრძოლას აგრძელებთ, ხო ვთქვია რა, მაგრამ ვერაფერს მართლა რო ვერ დაგაკლებენ და ვერც დაგაკლეს, უბრალოდ აი ეს ამ სხვების შემოტევები და აი ნუ უამრავი მტერი ყავთ და გეყოლებათ, ნუ რა ვქნა, არ გეწყინოთ, მაგრამ ესია, იმიტომ რომ ლიდერები ხართ, მსოფლიოს ლიდერები ხართ. და ჩემი ბრალი არ არის და ყველა სფეროში თან და იცით რა არის შურთ, აი ეს შური ყველაფერი, მაგრამ რიტუალები გაწმენდები ჩაიტარეთ და ეს მტრები ნელ-ნელა უკვე იყრებიან დაბლა. მიხვდით, თქვენ კიდე ხერხემალში გასწორდებით, უკვე აი ეს პერიოდი გაქვთ. კი, მზად ხართ ბიჭებო, აი აღმართული ხმალი, სულ საბრძოლველად მზად ხართ და სულ ესეთ პოზიციაში ხართ, რომ ვაიდა უკნიდან ან ვაიდა გვერდიდან ვიღაცამ რაღაცა დარტყმა მოგაყენოთ, ხო? მესმის თქვენი, რომ სულ ბრძოლის სიტუაციაში გახართ, მოკლედ. აქ ამოვიდა ახანდელი სიტუაცია, 10-იანი კვერთხები, არ გამოვრიცხავ ხა ტყუპებს, როგორც მოგზაურობის ლიდერები ხართ და გიყვართ მოგზაურობა, რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ, ან სახლი შეიცვალოთ, წყვილებში კიდე წყვილებთანაც ესე ვიტყვი, ბარგი გაქვთ ასხმული და გადაადგილება, არ გამოვრიცხავ, რომ სამსახურიც იყოს, კარიერის წინსვლა, მოკლედ ყველაფერი კარგი გაქვთ რა, მოსავალი აიღეთ, მიხვდით და როგორც ყოველთვის აეროვნებთ და ჩქარობთ და ოღონდ ცოტა ნელი ტემპით იჩქარეთ, ნელი ტემპით, მიხვდით, რომ იცით რატომ, აი რაღაცები, ნიუანსები არ გამოგრჩეთ, რაღაც პატარა ნიუანსები რო არ გამოგრჩეთ, რომელსაც მე მნიშვნელობა ექნება თქვენ ცხოვრებაში, მიხვდით, მტრებთან დაკავშირებით ვიცახი, მტრებთან დაკავშირებით. ეხა გოგოები, ტყუპები, მანდილოსნები, თქვენი სასიყვარულო სიტუაცია, აბა ეხანდელი რა ხდება და როგორ განვითარდება ტყუპები, აბა. ნუ ისევ ხმლით არ მიკვირს, არ მიკვირს ეხლა ხმლები, თქვენ ეს გახასიათებთ. იცით რა არის, ახლიდან იწყებთ, ხო ვთქვი, აი ახალი კარიერა, თანხები, ყველაფერი თქვენს ხელშია, კიდევ ვიმეორებ, მოგინდებათ გექნებათ თანხები, მოგინდებათ იქნებით შეყვარებული გოგოებო, გოგოებს ვშლი ჯერ გოგოებ ტყუპებზე, მოგინდებათ იქნებით ურთიერთობაში, არ მოგინდებათ ბუდიშტა ისე სამ სიტყვაზე გაუშვებთ ამ ადამიანს, რომ უკან ვეღარ მოიხედავს, მაგრამ სამწუხაროდ რა არის, იცით, ვინც თქვენთან ერთხელ შემოდის ურთიერთობაში, ის ვეღარ გივიწყებთ, მიხვდით, მაგნიტი ხართ რა, მაგიური ძალა შეგწევთ. არის იმპერატორი, სხვათა შორის 1, 2, 3 პიროვნება, გოგოებო, რომლებიც ორი პიროვნება ან ეჭვიანობენ ერთმანეთზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი წინა პლანზე გადმოვა თქვენს ცხოვრებაში და თქვენს გულში, მაგრამ არის ერთი პიროვნება, იმპერატორი, რომელიც მაჩვენებს, რომ აი ან დაგიდგება
გიგებათ, ან უკვე გიდგათ გვერდში, უფრო წლებით ეს ორი პიროვნება აქეთ ცოტა ახალგაზრდები არიან და აი ეს უფრო ძლიერი და უფრო ჩამოყალიბებული ადამიანია, მიხვდით? ცეცხლის ნიშანია. კი, ესე შეიძლება გათამაშდეს. დაგეხმარებათ, გაგაკვლევინებთ გზას, რაც თქვენ გინდათ, მიხვდით? რაც ჩაფიქრებული გაქვთ. თქვენს გვერდზე დადგება. ძალიან უნდა ამ ადამიანს, ძალიან უნდა. ვიტყვი რომ წარსულიდანაც მოდის რამოდენიმე პროცენტში, ესე გათამაშდება წარსულიდან, არ გამოვრიცხავ. მაგრამ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ამ ორ ადამიანსში ამოირჩევთ რომელიმეს თუ ისევ წარსულს შემოუშვებთ, მიხვდით? თქვენზეა დამოკიდებული. როგორც ყოველთვის სიყვარულსაც ჰაეროვნად უყურებთ, იმიტომ რომ გული გაქვთ გატეხილი, ვინც მართლა ტყუპები როგორები ხართ, თუ შეგიყვარდათ, ერთხელ შეგიყვარდებათ, მერე აღარა, მერე უბრალოდ ჩვევაა, მიხვდით, ჩვევა და მადლობა უნდა თქვას იმ ადამიანმა, ვინც ტყუპების გვერდზე დადგება, ყოველთვის გაიმარჯვებს და ყოველთვის წინ წავა ცხოვრებაში. ძალიან კარგი და გეუბნებათ კარტი დაამთავრეთ სხვებისთვის ბრძოლა, რომელმაც არ დაგინახათო, მეორედ ნუღა დაეხმარებიო, მიხვდით? ეხა აბა მამაკაცი ტყუპები, ჩემო კარგებო, რა ხდება თქვენს სიყვარულში, რა ხდება? მამაკაცი ტყუპები, უფრო როგორ იცით, ეს მანდილოსანი ტყუპები უფრო მებრძოლები არიან, იცით, უფრო იციან გარჩევა და მამაკაცი ტყუპები ხო გითხარით, განსხვავდებით, რა გინდა არ გინდა ესეა, მე არ დამიწერია საყვარლებო, აი რომელი გოგო ამოირჩიოთ არ იცით, ხან მგონი ორი ადამიანი გიყვართ ერთად, იცით, ღამე ერთთან ხართ, დღე მეორეს, დღე კიდე დღისით მეორესთან ხართ, ერთი ცოტა უფროსია, ღამე კიდე ახალგაზრდა და უფრო სექსუალურია, მიხვდით? არ გამოვრიცხავ რომ ჰაერის ნიშანთან გაქვთ ჰაერის ნიშნებო ტყუპებო ისე ურთიერთობა რომელიც იცით რა არის უფრო გართობა კარგია, მაგრამ კარტი გეუნებათ, უყურეთ, ბედის ბორბალი დაგიჯდათ. წინ გამართლება გაქვთ და არ გამოვრიცხავ რომ ან ბედნაცვალთან გაქვთ ურთიერთობა, ცოტა უფროს ქალთან და არ დაგავიწყდეთ რომ საბედო არის სხვა. ანუ ეს ახალგაზრდა გოგო მიხვდით, საბედო არის სხვა და ეს შეიძლება ბიზნესშიც გაგწიოთ ამ ქალმა, აბა დააკვირდით ბიჭებო, დააკვირდით, იმიტომ რომ აქ თანხებთან არის კავშირი, ეს არის მონეტების დედოფალი, მიხვდით, შეიძლება რაღაცაში გჭირდებათ და იმიტომ ხართ ესე, მაგრამ ეს თქვენი ბორბალი ისე არ დატრიალდეს, რომ შეცდომაში შეხვიდეთ, აი ამ კარიერის გამო, მიხვდით, ანუ წინ ცოტა გადმოწიეთ სიყვარულიო, ამას გეუბნებათ თვითონ სიყვარულის კარტები, ხო, სიყვარულზე გავშალე, მიხვდით? არ გამოვრიცხავ მალე დაქორწინება, არ გამოვრიცხავ ხელის მოწერა, დაბადების დღე იყო უკვე, მაგრამ შეიძლება სუფრაზე გაიცანით, შეიძლება თქვენ დაბადების დღეზე არა, მაგრამ ვიღაცის დაბადების დღეზე გაიცნოთ ან გაიცანით უკვე, მიხვდით? ახალი სიტუაცია ჩანს. გასაგებია. მოკლედ, აბა სამყარო რას გეუბნებათ, ჩემო ტყუპის ნიშნებო. სტიქია ჰაერი. რას და თავიდან დაიწყებთ კვერთხებია, ტუზი კვერთხები, დაიწყებთ თავიდან. რომელიც თქვენ არ გიჭირთ სიახლეები, დაიწყებთ თავიდან ყველაფერს და რაც დაწყებული გაქვთ, უკვე შეაღებთ კარებსო, გეუბნებიან. კარგი პერიოდია ყველაფრისთვისო. ნელ-ნელა დაიწყეთ უკვე განხორციელება, რაც გინდათო, გამოგივათო თან, აი ბედის ბორბალი დაგიჯდათ გვერდზე. გოგოებო, ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. გაბედეთ, რომელიც თქვენ გახასიათებთ და არ გიჭირთ გამარჯვება და გაიმარჯვებთ. მადლობა, ეს იყო ჰაერის სტიქია, ზოდიაქო ტყუპები. გამოიწერეთ ჩემი არხი, მე გახლავართ ნინია სტუმრებო. ძალიან საინტერესო
არ ხალხი ვართ ჩვენ ერთად ვართ ერთი ოჯახი მე და ჩემი გამომწერები რომლებიც დიდი ხანია ერთად ვართ და ჩემ რიტუალებსაც შედით უყურეთ მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გადმოქაჩვის გარეშე არ შეიძლება არ იმუშავებს არც ერთი გაშლა და არც ერთი რიტუალი ძველ გამომწერებსაც თხოვ და ახალი გამომწერებიც მოგესალმებით და მოიწონეთ ვიდეო მე კიდე მადლობას მოგახსენებთ. გადავედი მერწყულზე. ცოტა ხანი ავჩეხო. აბა მერწყულებო. რომ გიყვართ შრომა. აბა ნახოთ. რა ხდება თქვენთან ახლა, ახლა. ამ ეტაპზე რა ხდება? იცით რა არის? მანდილოსანზე ფიქრობთ და მანდილოსანო თქვენც გოგოებო ბიჭებო ერთმანეთზე ფიქრობთ. რაღაცა ელოდებით პატარა გაურკვევლობა იყო თქვენ შორის და ელოდებით სიტუაციას რომ მოვიდეს, ჩაგეხუტოთ, აი როგორ მთვარეზე ვარსკვლავებზე ნახეთ, თქვენ რო გახასიათებთ ოცნება, აი ესე დასვენებაც გიყვართ, მაგრამ შრომა გიყვართ, ну ტყუპებსაც რა თქმა უნდა, უბრალოდ მერწყულებზე ვსაუბრობ ახლა. მონატრება მოდის, თანხებთან დაკავშირებით რაღაცა გეეჭვებათ, მაგრამ ან დაკარგვა არის, ეს დაკარგვაც არის, შეიძლება მოიპარეს თქვენი თანხები, იცით? ან კრაბნიკები გააკეთეს, რომ ნეგატივია ჩართული ფულთან, თანხებთან დაკავშირებით იცოდეთ და პიროვნებებთან დაკავშირებით კიდე ну ოცნებაა ჯერჯერობით, ოცნებაა, მიხვდით? აქ არის ასახული ოცნება. ერთმანეთზე ფიქრი. ინტერნეტით კავშირია, შეხვედრა ჯერ არ არის, ჯერჯერობით ფიქრებია. კარგით, აბა მერწყულებო. აბა გოგოებო, მანდილოსნებო, თქვენი სასიყვარულო სიტუაცია მერწყულებო. ну, პეპლები გაქვთ მუცელში, ძალიან კარგია, 7-იანი თასები, წინსვლა ცხოვრებაში, გახარება, გამთლიანება, სულიერი ჰაერონული დაკმაყოფილება, ბედნიერება, კეთილდღეობა, ქალური ბედნიერება, ბავშვებთან ერთადაც კი ნამდვილად იქ არის აქ ხედავ ახალი დაქორწინებულები, ან უკვე ხელისთხოვნა იქნება, გამთლიანება იქნება, მოგზაურობა იქნება, სიყვარული იქნება, ყველაფერი კარგი მოდის და არის, რაც კი უფალს მოუწია. მაგრამ მეუნებიან კიდეც რომ ან დიდხანს ელოდებოდით აი ამ სიტუაციას, რომ ამ ეტაპზე გადასულიყავით და ამოისუნთქეთ უკვე. ან კიდე ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტს მეუნებიან გოგოებო, ძალიან ლამაზებო, გიყვართ კარგი ჩაცმა, ხართ ძალიან მოწესრიგებულები, სხვათა შორის და როგორ ამოდის იცით, აი ფინანსები ამას კი თქვენ კი კარგად ამოგდით, მაგრამ ელოდებით პიროვნებას გამოჩენას ელოდებით, აი გავიმეორებ ზევით, რაც დაჯდა თქვენს პირად, თქვენს ეხლანდელში. აი პიროვნებას ელოდებით, შეიძლება წასულია, ან სხვა ქვეყანაშია და გზაზეა, ან თქვენ ხართ გზაზე, მიხვდით? მაგრამ აუცილებლად იქნება შეხვედრა, აუცილებლად იქნება და ახალ ამბებსაც მიიღებთ, ვინც ელოდებით ახალ ამბებს, თანხებსაც მიიღებთ თანხებთან ერთად. გამოგივათ საქმე, რაც ჩაფიქრებული გაქვთ გოგოებო. აბა ბიჭები, მერწყულები, თქვენი სიყვარული ვნახოთ. რა ეტაპზე გაქვთ? ну, აქ ძირითადად ოჯახის კარტი დაფიქსირდა, ну, მეფე მკვერთხები, მსოფლიო, ესე იგი, განათებული გაქვთ გზები, მგზავრობა, თქვენ ახლა ხო გიყვართ, ზოგი შეიძლება მოცეკვავია, ზოგი სპორტსმენი ამოვიდა, მიხვდით? ეს ძალები, ოჯახი, ბავშვები, ერთად შეერთება, დაბინავება, სახლკარი, ყველაფერი, აი ეს თქვენში არის და თუ არ არის ძალიან მალე იქნება. ну, მსოფლიო მოგზაურობა
მოგზაურობა, ნუ თქვენი მსოფლმხედველობა, შეიძლება ადამიანი სხვა ქვეყანაშია, ან თქვენ ხართ, თქვენ გიწევთ სამსახურის გამო წასვლა, მოსვლა, მიხვდით? დაცვა გაქვთ უფლისგან და ხელშეწყობა გაქვთ სამყაროსგან, ჯანმრთელობა იდეალური, გადასარევი, აქაც აი თქვენს ბიზნეს საქმიანობას განაგებთ კარგად, აი ერთგული მეგობრები გყავთ, ჯანმრთელობა იდეალური, გადასარევი, მზე თავზე გინათებთ, პრობლემები აღარ არის და დამხმარე პიროვნებებიც ამოდიან. მოკლედ, აი რა უნდა ვთქვა რა, იდეალური კარტი ამოგივიდათ ბიჭებო. იდეალური. აბა ეხლა მერწყულებო, გოგოებო, ბიჭებო, რას გიმზადებთ სამყარო? რა იქნება ახალი? ერთ კარტს ამოვიღებ. იცით რა არის? შეიძლება ან თქვენ ხართ ცუდად, ან ოჯახში პიროვნება გყავთ ცუდად, მიხვდით? ან თანხებთან დაკავშირებით, კრედიტზე ელოდებით, მიხვდით? ეს იქნება, გამოჯამრთელდება სიტუაცია და თვითონ პიროვნებაც. აუცილებლად გამოვა საქმე. ძალიან მოხარული ვარ. ეს იყო ჰაერის სტიქია, ნიშანი მერწყული. მადლობა და ეხლა გადავდივარ ჰაერის სტიქიაზე. სასწორი, ზოდიაქოს სასწორი. აბა სასწორებო მოემზადეთ. მერწყულებო ჰაერის ნიშნებო გამოიწერეთ ჩემი არხი, თქვენ ხართ ნინიასთან ერთად და ერთი ოჯახი გავხდებით. მოიწონეთ ვიდეო, თითია ესე ლაიქი დასვით და გავაგრძელებ მე ვიდეოს. სასწორებო. აბა რა ხდება ახლა თქვენთან, რა ხდება? ნახოთ გოგოებო, ბიჭებო. რა სიტუაცია გაქვთ და როგორ განვითარდება? ნუ გაიწმინდა თქვენი ნეგატივი, თქვენი სულიერი ყოყმანი, ხო? ყოყმანი, გავაკეთო არ გავაკეთო, გაიწმინდა, უყურეთ, ვინც ჩემი გამომწერები ხართ და რიტუალებს უყურებთ, უკვე მოხდა გაწმენდა, ძალიან მიხარია. აი ნახეთ როგორ არის ტუზით ასები, ჯანმრთელობა, სანთელი, ანგელოზები, ყველაფერი კარგად მიდის. ეს რაც ესე იგი უთანხმოება გქონდათ წარსულში, ხო? მოდით დატოვეთ წარსული რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი პიროვნება მოდის, ჯერ გოგოებზე ვამბობ, კარგი ფულიანი, ჯიბესავსე, ბარაკა, დოვლათი, პიროვნება, ახალი ნაცნობობა, აი ეს შემოიქროლებს თქვენ ცხოვრებაში, ან უკვე შემოიქროლა, მიხვდით? აი ეს ვარიანტები გადაათამაშეთ. და აქ ამოდის გოგოებო, ბიჭებო, როგორ იცით, აი ყოყმანი, სასწორებო, გადავიდე ნაპირზე, არ გადავიდე, მივიღო, არ მივიღო, გავრისკო, არ გავრისკო და ამასობაში ხო სხვა აკეთებს თქვენ გასაკეთებელ საქმეს, მიხვდით? გარისკეთ, კი, ახლა სულიერი რაღაცა ბრძოლა გაქვთ, იცით, სულიერად აღელვებულები ხართ, ცოტა შიში გაქვთ, მიხვდით? და ჩემი რიტუალი არის შიშის მოხსნა და ჩაიტარეთ, უყურეთ მაგ რიტუალს და განიწმინდებით, გოგოებო, ბიჭებო. აი ამას გეუბნებათ კარტი, რომ ესე იგი ეს წვალება და ეს დარდი ხელოვნურად შექმნილი გადავიდეს თქვენი ურთიერთობიდან, მიხვდით? ურთიერთობიდან. გასაგებია სასწორები. აბა ეხლა სიყვარული, მოდი სიყვარული ვნახოთ. გოგოების სიყვარული. ნუ მზე სიკვდილის კარტი და ტუზი ხმლები. აი რა, ორი ტუზი დაჯდა, რაც მე ვილაპარაკე, მიხვდით? რაც მე ვილაპარაკე. თუ არ გარისკე და არ გაიწმინდე, ხო? მერე ხო გინდა რომ წინ წახვიდე, რომ გაიწმინდები და გარისკავ და ყოყმანს დაანებებთ თავს, დაიწონას, უკვე გზები გეხსნებათ, თვითონ პლანეტა მზე გეხმარებათ, მამაკაცი გეხმარებათ, ცეცხლი
ცეცხლის ნიშანი, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ცეცხლის ნიშანი, კი, არ გამოვრიცხავ და ასევე სიკვდილი ამოდის. აი ეს ახალი რაღაცა თქვენი სიყვარული ძველი დამთავრდა და ახალი იწყება, რომელიც აი მამაკაცი გინათებთ, პირდაპირ გეუბნებათ ტარო, პირდაპირ გეუბნებათ ტარო და მოკლედ განიხილება ის რა იდეებიც გაქვთ, ხომ? რა იდეებიც გაქვთ, აუცილებლად წახვალთ წინ. ნუ სულ ბრძოლობთ, სულ მტრებს იგერიებთ, მიხვდით, იგერიებთ და სულ მზად ხართ, რომ მოცელოთ სიტუაცია და ხმალი მოკლედ ამოიღოთ და გასქროლოთ მტერთან, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავითო, კარტი გეუბნებათ, მიხვდით, ცოტა ფრთხილად იყავითო, რომ რამე პატარა შეცდომა არ დაუშვათ აი ამ იმაში, აწონ-დაწონვაში, რომ სხვამ არ გააკეთოს ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, მიხვდით? ნამდვილად გზები გეხსნებათ, ნელ-ნელა გადადიხართ ეტაპზე. აქ არის ფიქსირდება ცეცხლის ნიშანიც და ჰაერის ნიშანიც ფიქსირდება. გოგოებო, მიხვდით? აი ცოტა დაძაბული სიტუაციაა, კი, იმიტომ რომ დამთავრდა და ეს წარსული ნუღა მოგყავთ აქეთ, მიხვდით, რას გეუნებათ, ტარო, დატოვეთ ეს ტოქსიკური და არასასიამოვნო სიტუაცია. ნუ გზების გახსნა, წინსვლა, ახალი რაღაცა შემოვა და ვიღაცა სიყვარულში, ახლა პიროვნებებს გიგზავნიან, მიხვდით? ძალიან იდეალური მდგომარეობა გექნებათ, რომელიც თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ. ძალიან კარგი, აბა ეხა მამაკაცები სასწორები ვნახოთ, აბა სიყვარული. გადასარევი კარტი აქვს, პირდაპირ ოჯახის კარტი დაჯდა ბიჭებო. ოჯახის კარტი, შვილები, შვილიშვილები, მეუღლე, რძალი, მეგობარი, მიხვდით, ან შვილი და სიძე, ესეც გათამაშდა. მარტო, ესე იგი, ორიანი მონეტები, ესე იგი, ვინც იყო, ესე იგი, აი კერკეტი კაკალივით პრინციპიალური და ჯიუტი ადამიანი ბიჭებო, ისიც გამოვა კონტაქტზე, მიხვდით? ესე იგი, თანამშრომლობა მოხდება, ახალი სიტუაციები, ახალი სამსახური, ახალი ოჯახი, ან ახალი ბავშვები, მიხვდით? ან სიახლე ოჯახში, ურთიერთობაში, კარგი ჯანმრთელობა, ძალიან კარგი და ესე აიწონა, აი თვითონ კარტიც ამოგივიდათ, მიხვდით? ცოტა დააბალანსეთ სიტუაცია, მიხვდით? და აი ესე მხოლოდ ოცნებაში ნუ ხართ, ღამე რო ოცნებობთ, რომ აი ესე იქნება და ესე იქნება. ნუ ჩქარობთ. თვითონი მთვარე იზავს თავის გასაკეთებელს. უყურეთ, ზედა მთვარე ერთმანეთის ქვეშ დაჯდა და წყალია ეს მდინარე, მიხვდით? აი ამ ამღვრეული მდინარის მერე ნახეთ როგორ გილაგდებათ სიტუაციები სასწორებო. აქ არის კეთილდღეობის კარტი, წარმატების კარტი, კარიერა, სამსახური, ჯანმრთელობა, ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები, შვილები, ჩახუტება და ყველაფერი კარგი მოკლედ რა. ძალიან მიხარია. აბა ეხლა სამყარო რას გაძლევთ? სასწორებო. აი ისე ვუყურეთ. ეს არის ძალა. რატო? კარტები გამეორდა სხვადასხვა ტაროებზე უნდა განახოთ. აქაც არის სიკვდილის კარტი და აქაც არის სიკვდილის კარტი. მოკლედ, ესე იგი რისი თქმა მინდა მე თქვენთვის? აუცილებლად შემოვა ის ძველი უნდა გაუშვათ, რაც დაიფერფლა უკვე და აღარ ღირს ჩამოკიდება გოგოებო ბიჭებო, არა მარტო ურთიერთობაში და არა მარტო სიყვარულში, არამედ ნებისმიერ საქმიანობაში და გაიღება კარები, ახალი გზები გაიხსნება, ახალი სამსახური, წინსვლა ცხოვრებაში, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი იქნება. აი, სამყარო გიღებთ კარებს. ძალიან მოხარული ვარ. ერთი წუთი კარტებს ავიღებ, ჩათვალეთ, რომ ამით ჩვენ და მე და თქვენ ამინს ვამბობთ და ნინიამ რაც აქ თქვა, ყველაფერი დაასრულდეს. ამინ. თქვენთან იყო ნინია, რომელსაც ძალიან უყვარხართ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ვიდეო. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.